ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით $100 მილიონი ღირებულების უმაღლესი სინჯის LBMA სტანდარტის ოქროს სოდები შეიძინა. მიმდინარე შესყიდვის შედეგად მონეტარული ოქროს წილი რეზერვებში 15.9%-ს მიაღწევს. ამ დროისთვის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმზეა და $7 მილიარდ აღწევს. მათი მოცულობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლის 114.8%-ში ადგენს. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მონეტარული ოქრო მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მიერ ფართოდ აღიარებული სარეზერვო აქტივია, რომელიც ხელს უწყობს პორტფელის გეოპოლიტიკური რისკების მიმართ მდგრადობის გაზრდასა და რისკების შემცირებას. პარლამენტმა ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით იცვლება მცირე ზომის მარნის დეფინიცია და მისი წლიური წარმადობის მაქსიმალური ზღვარი 40,000 ლიტრიდან 25,000 ლიტრამდე მცირდება. ამასთან ტერმინი სახლის ღვინო იცვლება ტერმინით ბუნებრივი ღვინო, რომელიც ითვალისწინებს პროდუქციის წარმოებას სისტემური პესტიციდების, ჰერბიციდებისა და სხვა ქიმიური სინთეზური საშუალებების გამოყენების გარეშე. სავალდებულო ხდება სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელების ნიშანდებაც, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დადგენილი წესით ღვინის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. გარდა ამისა, როგორც საექსპორტოდ, ისე ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინო დაექვემდებარება სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას, გარდა ბუნებრივი ღვინის კატეგორიისა. ღვინის მწარმოებელი კომპანია რთველისი ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლას გეგმავს. კომპანიას ამ დროისთვის პროდუქცია 24 ქვეყანაში გააქვს, მათ შორისაა როგორც რეგიონის, ისე ევროპისა და აზიის ბაზრები. იმატებს რთველისის მიერ წარმოებული ღვინის მოცულობებიც. კომპანიის წლიური წარმადობა მიმდინარე წელს 5-6 მილიონ ბოთლს შეადგენს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე 2026 წლის პირველ კვარტალში კომპანიის გაყიდვებით 15%-ით არის გაზრდილი. არ აქვს მნიშვნელობა კომპანია, რომელიც საფასო სეგმენტში იქნება, ხარისხი რა თქმა უნდა არის უპირველესი, გვაქვს როგორც საშუალო საფასო სეგმენტში, ასევე გვაქვს პრემიალური სეგმენტი, სარეზერვო ღვინოების სეგმენტი, წარდგა გვაქვს რამოდენიმე ხაზი, როგორც არის ერთი ვენახის კურძნიდან დაყენებული ღვინოები, ესე ვთქვათ, მოვიცავთ ყველა სეგმენტს, როგორც საშუალოს, ისე მაღალ და პრემიალურს. საქართველოში ლურჯი მოცვის აღების პროცესი დაიწყო და ის აქტიურ ფაზაში რამდენიმე დღეში შევა. ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციაში ელიან, რომ ქვეყანა წელს 10,000 ტონაზე მეტ მოსავალს მიიღებს, რაც 40%-ით აღემატება 2025 წლის მაჩვენებლებს. ასოციაციაში ამბობენ, რომ მოცვის მოსავალი და პროდუქტის ხარისხი წლიდან წლამდე იზრდება. მზარდია საექსპორტო მაჩვენებლები და საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალიც. თუ ადრე ქართული მოცვი მხოლოდ რუსეთში იყიდებოდა, ბოლო წლებში საექსპორტო ბაზრებში შედის გერმანია, პოლონეთი, ინდოეთი და ნიდერლანდები. სექტორში ელიან, რომ ბაზრებს მალე ისრაელი და სამხრეთ კორეაც დაემატება. საქართველოში საწვავის იმპორტი კვლავ შემცირებულია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში 525,000 ტონა ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც 37,000 ტონით, ანუ 6,6%-ით ჩამორჩება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. კლების ტენდენციაა თვისჭრილშიც. სტატისტიკური მონაცემებით 2026 წლის მაისში ქვეყანაში 95,000 ტონაზე მეტი დიზელი და ბენზინი შემოვიდა, მაშინ როცა 2025 წლის მაისში საწვავის იმპორტი 111,000 ტონას აღწევდა. კლების მაჩვენებელი 14%-ს უტოლდება. მაღალი მოთხოვნის გამო ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლებს ახალი ვაგონები დაემატება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის რკინიგზამ გადაწყვეტილება ზაფხულის სეზონზე გზავრთნაკადის ტრადიციული მატების გამო მიიღო. ცნობისთვის განახლებული გაზრდილი რაოდენობის ვაგონებით მატარებლები ბაქოდან 11 ივნისიდან, ხოლო თბილისიდან 12 ივნისიდან იმოძრავებენ. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც რკინიგზის სალაროებში, ისე კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში.